ქართული კომპანიების 75% სურვილის მიუხედავად ISO სერტიფიკატი არ აქვს. სურვილთან ერთად, ხარისხობრივი სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის ბიზნეს, ფინანსური და ადამიანური რესურსი სჭირდება, რაც მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულ სათამაშოების მწარმოებელ კომპანიებში ISO EN სერტიფიკატს პრაქტიკულად არც ერთი არ ფლობს. Ქვისის შედეგებში მითითებულია, რომ მიზეზი სექტორის სიმცირე და ისეთი დამკვეთების ნაკლებობაა, რომლებსაც მოთხოვნა მაღალი ხარისხის პროდუქტზე ექნებათ. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ალბათ გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ სექტორში ამწუხაროდ არ არის მაღალბრუნვიანი მოთამაშეები, რომელთაც ეს თავის მხრივ დამკვეთიდან გამომდინარე საჭიროებაა. ეხლა ჩვენ გავავიღოთ ISO სერტიფიკატი და დავუშვათ გადავიხადოთ 1000-ობით ლარი მასში, რომ ჰქონდეს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს იმას ისედაც, რასაც ვაკეთებთ, ხვდებით? მაგრამ ეს რეალურად გვჭირდება, რომ ჩვენ ეს საბუთი წარუდგინოთ შესაბამის დამკვეთს, რომ მანაც კომფორტულად იქნოს თავი, ხო? აი ამის საჭიროებები გამოიკვეთება იქიდან გამომდინარე, რა ტიპის დამკვეთებთან გვექნება მუშაობა და რა ტიპის მოცულობაზე. სამშენებლო სექტორში ISO სერტიფიკატს გამოკითხული კომპანიების 39% ფლობს, რაც ბაზრის მოთამაშეების შეფასებით არც თუ ისე სახარბილო მაჩვენებელია. კომპანია დიოში ამბობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის სტანდარტების მიმართულებით ცნობიერება დაბალია. ამის მიზეზი კი დამკვეთების, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვებისაც ხარისხზე ნაკლები მოთხოვნაა. სახელმწიფო შესყიდვებში ISO სერტიფიკატი ძალიან იშვიათად მოითხოვება, ეს ერთი. მეორე, როდესაც არადგეს კომპანია თქვა სახელმწიფო შესყიდვების დროს, ტენდერების დროს ISO სერტიფიკატს ძალიან ბევრი არის ისეთი სერტიფიკატი, რომელიც საქართველოში არ არის გაცემული და სადღაც ისეთ ქვეყნებში, სადაც სავარაუდოდ არ არის ის რეალური სერტიფიკატი. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად გამოვიყენებთ მას ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების დროს, იმიტომ რომ არ მოითხოვება, ჩვენ შევიგრძნით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მას, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია ჩვენი კომპანიის ხარისხი და ის ძალიან გვეხმარება, რომ კომპანია მოგვიყვოს მაღალი სტანდარტის ხარისხის მომსახურება თუ პროდუქცია. ხარისხის სტანდარტების არ ქონას სამშენებლო მასალების კლასტერში ექსპორტისთვის ხელისშემშელ ფაქტორად განიხილავენ და განმარტავენ, რომ ცალკეული კომპანიების თუ ინდუსტრიის ზრდისთვის ხარისხის სტანდარტის ქონა აუცილებელია. თუ ვისაუბრებთ, ესე იგი, ISO 1400-ზე, 4500-ზე, რომელიც შრომის უსაფრთხოებას, გარემოს დაცვას შეეხება, აბსოლუტურად ძალიან დაბალ ნისკზე ვართ, 20%-მდე არის ამ მიმართულებით, ესე ვთქვათ, ზოგადი ან ცნობიერება და არ საუბრობ საერთოდ დანერგვის პროცესებზე, ძალიან ცოტა კომპანიას აქვს დანერგილი ან ინტერესი. ამიტომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა, მოთხოვნა გარკვეული სტანდარტების ამაღლების, ასევე დონორი ორგანიზაციების მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილი პროექტების გამოყენება. ექსპერტ ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს, მართალია დიდი რაოდენობით და მოთხოვნით არა, მაგრამ ბევრი ინოვაციური პროდუქტი შექმნილია ვისაუბრეთ სხვა დროს და ვისაუბრეთ იმაზე, რა ამხელა პოტენციალი აქვს ამ მიმართულებას, თუმცა სტანდარტების, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე ეს ვერ მოხდება. ხარისხის სტანდარტთან თავსებადობის კოეფიციენტი რომ დაბალია და მონაცემი არასახარბიელო, ამაზე გვესაუბრება სავის ასოცირებული პარტნიორი გიორგი გუდაბანძეც. მისი შეფასებით მთავარი პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, რადგან მცირე და საშუალო კომპანიებს ISO სერტიფიკატის ასახებად რესურსი არ აქვთ და ეს პირველ რიგში მათ საექსპორტო პოტენციალს აზარალებს. თუ ჩვენ სურს ექსპორტი განახორციელოთ კიდევ ერთხელ გამეორდები განვითარებული ბაზრების მიმართულებით, აუცილებლად უნდა დავნერგოთ ესეთუი სტანდარტი. ზოგადად საქართველოს ბაზარზე არსებულ სიტუაციას რაც შეეხება, მოგხსენებათ ხარისხის სერტიფიკატების დანერგვა, ზოგადად სტანდარტების დანერგვა კონკრეტულ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ფინანსებზე ხელმისაწვდომა არის ერთ-ერთი ის ბარიერი, რაც ხელს უშლის უფრო დიდი მასშტაბით სტანდარტების დანერგვას საქართველოს ბაზარზე, ქართული კომპანიების მიერ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ხელშეწყობა გარკვეული სექტორების მიმართულებით იქნება ძალიან საინტერესო, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, გაზრდის კონკურენტუნარიანობას ქართული პროდუქტების განვითარებულ ბაზრებზე და ჩვენი ექსპორტიორები შეძლებენ მეტი პროდუქციის მიწოდებას და უკეთ პოზიციონირებას ამა თუ იმ ქვეყანაში.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ხვისის შედეგებით. მიუხედავად ხარისხის სერტიფიკატების ქონის დაბალი მაჩვენებლისა, გამოკითხული კომპანიების 75% შესაბამისი სერტიფიკატის ფლობით დაინტერესებულია და შედეგისთვის სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას საჭიროებს. გამოკითხვა აჩვენებს, რომ უმრავლესობისთვის დახმარების საჭიროება ფინანსებია, ნაწილი ხარისხიანი სისტემის დანერგვისთვის კონსულტაციას ითხოვს, ნაწილს კი ტრენინგები და ცოდნის გაუმჯობესება სურს.